სიმართლე გითხრათ, მომნატრები აქაურობას პეპოლისა, ჩვენი მამები, აი ყოველგვარი მის გარეშე ვამბობ, გარკვეული პერიოდი გავიდა ალბათ 2 წელი ალბათ, შეიძლება 2, მეტი არა, ნამდვილად და მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ღმერთს, რომ შეხვდით თქვენ და შეხვდით ზოგადად თქვენი ეკლესიის შეხვდით წევრებს, ბრევლის წევრებს. ჩვენ ვისაუბრებთ აღდგომის თაობაზე, წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა მიხედვით, ანუ შევეცდებით გამოვცეთ 60 ქულს სწავლება საყოველთაო აღდგომასთან დაკავშირებული, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, საყოველთაო აღდგომას წინ უძღვის თავად უფალი იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით, რომელიც ბრწყინვალე აღდგომად ითქმის და ამგვარად იწოდება, ხომ? კალენდარშიც ამგვარადაც არის შეტანილი, რადგან ნამდვილად 100 არის ეს. ამიტომაც მე შევეხები ზოგიერთ ნაწილს 60 ქულო წიგნებიდან, კერძოდ პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ თავი მე-15, 51-52 მუხლებს და პარალელს გავავლებ თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლისთან, პირველ ეპისტოლისთან, მეოთხე თავის მე-13 მუხლებთან. შეიძლება თითოეული მუხლი ვერ ამოვიკითხოთ აქ, თითოეული, ანუ ყოველი, მაგრამ რომლებიც მთავარია და რომელთა წარმოდგენაც თქვა განმარტებითად აუცილებელი არის თქვენთვის, ამას ნამდვილად შევეცდებით, რომ წარმოგიდგინოთ. მე ხელთ მიფყრია ძველი ქართული თარგმანი, ყოველ შემთხვევაში საეკლესიო ენაზე, რომელიც არის შესრულებული და თქვენც შეჩვეული ხართ რა ეკლესიაში, ვთქვათ, მის კითხვასაც და მოსმენას ამგვარისა, აქედან ამოვიკითხავ ზოგიერთ რამეს და თანამედროვე ენაზე შეგვიძლია რა თქმა უნდა გადმოვიტანოთ. მაშასე მოციქული პავლე აღდგომის თემას ეხება თავის ეპისტოლეებში კორინთელთა მიმართ და ასევე თესალონიკელთა მიმართ, ახსენებს რა თქმა უნდა აღდგომას რომელთა მიმართ ეპისტოლეშიც, მაგრამ ამ წერილებში უფრო ცლად ეხება ამას, რამდენადაც ინტერესი როგორც ასეთი თავად ადრესატების მხრიდან წამოვიდა. კერძოდ მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა კორინთოში არსებული ეკლესია და ასევე თესალონიკში არსებული ეკლესია. ორივე მოგეხსენებათ წმინდა პავლე მოციქულის მიერ გახდათ დაფუძნებული. და პირველი ახლა რაც აინტერესებდა ამ ხალხს, ამ შემთხვევაში კორინთოს ეკლესიის ბრევლის წევრებს გულისხმობთ. ესე იგი ნაწილი მოწმუნეებისა საერთოდ არ იღებდა საყოველთაო აღდგომას, როგორც ასეც, ანუ სწავლებას ამაზე, ხოლო ნაწილი მოწმუნეებისა ამას იღებდა, მაგრამ ინტერესს გამოხატავდა, კერძოდ თუ როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. პავლე მოციქული ცხადია, ესე იგი ორივე ნაწილს მოწმუნეებისა სემს პასუხს არგუმენტირებულად, პირველ ყოვლისა, ვისაც არ სწამდა და შეეროდა საყოველთაო აღდგომის გარდაუვალობისა, მათ შემდეგნაირად უპასუხებდა: თუ შენ გწამს იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით, მაშინ ესეც უნდა ირწმუნო. ეს ყველაფერი მე-15 თავში წერია, მაგრამ საბოლოოდ ვრცელი თავია და თითოეულ ახლა ნაწილსა დეტალს ვერ შევეხები, ცხადია. ანუ უმთავრესი არგუმენტი მოციქულის, ანუ სამოციქულო ეს გახდათ, რადგან აღდგა უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით, ეს იმას ნიშნავს, რომ აღდგება ყოველი ადამიანი ადამიდან დაწყებული. აღდგომა ეს იქნება, რა თქმა უნდა, ერთგზისი მოვლენა და ერთგზისი პროცესი და შესაბამისად ყოველი ადამიანი ამ სინამდვილის წინაშე დადგება, ვინც კი რა თქმა უნდა იქნება გარდაცვლილი ქრისტეს მეორედ მოსვლის დროისათვის. ვამბობთ, ვინც კი ამას ვამბობთ იმიტომ, რომ კაცობრიობის გარკვეული ნაწილი ცოცხლად დახვდება მას, ანუ ჯერ კიდევ სხეულში. ანუ პირველი, ესე იგი, მოციქული ამგვარად სემს პირველ ვთქვათ პასუხს, რადგან აღდგა უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან მოასწავა ყველას აღდგომა, თუ იესო ქრისტე ითქმის ეკლესიის თავად ეს ნამდვილადაცია, შესაბამისად თუ აღდგა თავი, ამას მოყვება სხვა ნაწილებიც, ამ შემთხვევაში ქრისტიანები ყავს მხედველობაში, თუმცა აღდგომას ყოველი ადამიანი პირველობა დაექვემდებარება. და მეორე, თუ როგორ აღდგებიან მიცვალებულნი, ამაზე მოციქული რა თქმა უნდა სცემს პასუხს და მოჰყავს, ესე იგი, მარცვლის მაგალითი, რომელიც ითესება მიწაში, იხრწნება და შემდგომ უკვე აღმოცენდება და ამასაც საკმაოდ არგუმენტირებულად მსჯელობს ამავე თავში. და ჩვენ ალბათ თუ მოგვიხერხდა შეხვედრა ამ ნაწილზე, მომდევნო შეხვედრაზე ვისაუბრებთ. ხოლო რაც შეეხება, ესე იგი, ბოლო ნაწილს, თქვა დასკვნით, ანუ დამაგვირგვირებელ ნაწილს პავლეს სწავლებისა აღდგომასთან დაკავშირებულს, ის შემდეგნაირად იკითხება. მე-15 თავის 41 მუხლიდან. ახლა ეს რა საიდუმლოსა გითხრობ თქვენ.
მოციქული პავლე საიდუმლოს უწოდებს ამ მოვლენას და რა თქმა უნდა ეს ასეც არის. პავლეს ჰქონდა მრავალი გაბუცხადება უფალ იესო ქრისტეს მიერ მხრიდან ეს მოწმდება სხვადასხვა ეპისტოლეში, განსაკუთრებით კორინთოელთა მეორე ეპისტოლეში პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ უფალი იესო ქრისტე მრავალგზის გაბუცხადებია მას და შესაბამისად მისგან მიეცა ცოდნა თუნდაც აღდგომასთან დაკავშირებული, კერძოდ თუ როგორ მოხდება ეს, არა თუ როდის, რადგან არც პავლემ უწყოდა თავისთავად ცხადია, თუ როდის მოვა უფალი დიდებით, ეს არავინ არ უწყის. არა თუ პავლემ არ უწყოდა, არც არავინ კაცსაგან, თუმცა კაცსაგან პავლე იყო ძალიან დიდი, ერთ-ერთი პირველი მოციქული უფალი იესო ქრისტესი, არც ანგელოზზე მოუწყიან ცაში, ხომ, როგორც ეს არის სახრებისეული და ზოგადად საუფლოს სწავლება. ანუ ეს არ უწყოდა პავლემ ნამდვილად, ამას თავადაც აღიარებს, მაგრამ მას მიეცა გარკვეული ცოდნა იმაზე, თუ როგორ აღდგებიან მიცვალებულნი და თუ როგორ გარდაიქმნებიან, ანუ გარდაისახებიან ცოცხლად მყოფნი, ჯერ კიდევ სხეულში ანუ ხორცში მყოფი ადამიანები იმ ჟამისათვის. მაგრამ ესე იგი მოციქულმა უწყოდა იმდენად, რამდენადაც უფლისგან განეცხადა ეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამ ყოველთვის საიდუმლოს უწოდებს და როგორც წმინდა იოანე ქუმი გამგიმარტავს, პავლე მოციქული ძალიან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს კორინთული ქრისტიანებისადმი, ამით რადგან საიდუმლოს აზრებს მას და ჩვენ შეიძლება დავზრდოთ ამ განმარტებას შემდეგნაირად. დღემდე ესე იგი გვასწავლისა და გვმოძღვრავს მოციქული პავლე, შესაბამისად ყოველი ჩვენგანისადმი ეკლესიისადმი გამოხატავს ამას სიყვარულსა და პატივისცემას, ცხადია ამ საიდუმლოს უდიდეს გვაზრებს, რაც არის აღდგომის საიდუმლო. ყოველთავე უკვე არ შევისრულეთ, ხოლო ყოველნივე განვახდეთ და განგებ ყურადღებას ახლა არ მივაქცევ, თქვათ როგორ იკითხებენ ზოგიერთ თუნდაც ბერძნულ ნუსხაში, თუნდაც ძველ ქართულ, ასე ვთქვათ, თარგმანებსა და რედაქციებში, რომ ძალიან არ დაგვიტკბოთ, ხოლო აუცილებელს გამოვყოფ ამათგან, კერძოდ მოციქული ამბობს, ყოველთავე უკვე არ შევისრულოთ. მინდა ყურადღება გავამახვილოთ თქვენი ამ ტერმინზე, ეს არის შესვენება, გასაგებია, რასაც ნიშნავს ყოველი თქვენგანისთვის დარწმუნებული ვარ, შესვენება ამ შემთხვევაში გულისხმობს რა თქმა უნდა გარდაცვალებას და მოციქული ამბობს, რომ ყველანი არ გარდავიცვლებით, ანუ ყველანი არ მოვკვდებით, არამედ ყოველდღე განვახდეთ. შესაბამისად, ვინც არ დავიქვემდებარებით სიკვდილს, ანუ ვინც არ განვიცით ამას, ისინი განვახდებით. მე მინდა ყურადღება მივაქციო ამ ტერმინს შესვენებაი და მის ბერძნულ შესატყვის, რამდენადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოიხსენებათ პავლემ ეს ეპისტოლები დაწერა ძველ ბერძნულ ენაზე და საეკლესიო განმარტებანი თავისთავად ცხადი ემყარება სწორედ ძველ ბერძნულს, ანუ ორიგინალის ენას. ეს ასეც უნდა ყოფილიყო ცხადია და არა მის ცალკეულ თარგმანებს. ამას რატომ ვამბობთ? იმიტომ რომ შესვენება, როგორც ასეთი ერთმნიშვნელობიანი სიტყვა, შესვენება ზიგბე გარდაცვალება, ამას სხვა მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბერძნულში ხდება რა ამის შესატყვისად კიმაომე, პირველ პირში ვამბობ ამას, პირველ პირში გადმოვხსენ, კიმაომე არის ასეთი ბერძნული ზმნა, რომელიც ქართულად ითარგმნა როგორც ერთი მხრივ ძილი, მეორე მხრივ სიკვდილი. სხვა შორის თესალონიკელებთანაც, როდესაც მოციქული ამბობს, რომ არა გუნებავს უმეცრებელია თქვენი ძმანო შესვენებულთა მათთვის, იქაც ხდება ჩვენი ტერმინი კიმაომე, რომელიც გახავთ ორმნიშვნელობიანი, ანუ პოლისემიური სიტყვა და ქართულად აღნიშნავს ან ძილს, ან სიკვდილს. რატომ ვახსენეთ ახლა ჩვენ ეს სიტყვა ტერმინი და რატომ აქცევენ ამას განმარტებლები ყურადღებას? იმიტომ რომ პავლე მოციქულმა გამოიყენა მიცვალებულის, ანუ გარდაცვლილის მდგომარეობის აღსანიშნავად, მან გამოიყენა ესეთი სიტყვა ტერმინი, რომელიც მხოლოდ სიკვდილის აღნიშნელი არ არის. არამედ ძილისაც, რითაც მიანიშნა იმაზე, რომ გარდაცვლილის მდგომარეობა და ყოფა არის დროებითი. და რა არის გარდაცვალება? ეს არის სულისა და სხეულის დროებით გაყრა. შესაბამისად, ის რაც გაყრილია ერთმანეთისგან და ცხადია დროებით, როგორც არის ეს სწავლება, ის ისევ უნდა შეკავშირდეს, ისევ უნდა შეერთდეს და ეს არის სწორედ აღდგომა. აღდგომა სხვა არაფერია, თუ არა გაცოცხლება, ანუ როდესაც კაცობრივი სული უბრუნდება კაცობრივ სხეულს. ესე იგი, იგივე სული უბრუნდება იმავე სხეულს, რომელიც მან დატოვა, თქვათ, გარკვეულ დროსა და ჟამს. ასე რომ, აღდგომა ეს არის გაცოცხლება, სულის მობრუნება სხეულისკენ, ოღონდ არა სხვა სულისა, სხვა სხეულისკენ, არამედ იმავე სულისა, იმავე სხეულისკენ, რომელშიც ის იყო, ცხადია, ამ ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. ასე რომ, მოციქული პავლე ამბობს,
ესე იგი როგორც ძილს უпроსორად განმარტებლები ამბობენ, როგორც ძილს მოხვება გამოგვიწება, ასევე სიკვდილს, ანუ გარდაცვალებას მოხვება გარდაუვალი აღდგომა, ანუ გაცოცხლება, ეს გახავთ ურყევი საეკლესიო სწავლება, სწორედ პირველ ყოვლისა პავლეს ამ სიტყვებზე დააყრდნობით, თუმცა ამას წინ უძღვის საუფლო სწავლებას, რომელიც წმინდა სახრებაში გადმოცემული თავად უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. მას ასე შესვენება, ანუ იგივე კიმაომე გულისხმობს ერთი მხრივ ძილსაც, მეორე მხრივ სიკვდილსაც და არა მხოლოდ სიკვდილს და მოციქული, როგორც მოგახსენეთ, ამ სახის სწავლებას გადმოგცემს. სიკვდილი ეს არის დროებითი მოვლენა, რომელიც საოცრად აღდგობით, ესე იგი, შეიცვლება. და მომდევნო ნაწილი, მეორე ნაწილზე გადავიდეთ, არამედ ყოველნივე განვახდეთ. აი მაგალითად, წმინდა ეფრემ მცირე შესვენება ამ ტერმინს ესე გადმოსცემს როგორც დაძილებაი, ანუ ეფრემ მცირესთან მისეულ რედაქციაში ეს მუხლი ასე იკითხება, ყოველნივე უკვე არა დავიძინოთ. ეფრემ მცირე როგორც ჩანს განმარტებას ითვალისწინებს ამ მუხლისა, რამდენადაც ბერძნული კიმაომე, როგორც ასეთი გადმოაქვს ტერმინი დაძინება და არა ვთქვათ შესვენება, ანუ გარდაცვალება. ალბათ განმარტებას ითვალისწინებს, რამდენადაც როგორც აღნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მკვდარი ადამიანის მდგომარეობა შედარებულია პავლეს მიერ ძინარე ადამიანის ყოფასთან. ალბათ თქვენ გაგახსენდათ, რასაც ამბობს უფალი ლაზარეზე, ხო? ლაზარეს შესახებ, ლაზარე მეგობარმა ჩვენმა დაიძინა, არ ამბობს რომ მოკვდა, კი მე იტყვის ამას თავისი მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე იტყვის, რომ ლაზარემ დაიძინა. თავად დიაგნოზი სტეფანი, როდესაც აღესრულება, აღნიშნულია, რომ მათ იმანაც დაიძინა. ანუ ესე იგი, ძილსა და სიკვდილს შორის, რა თქმა უნდა, არის ბევრი მსგავსება და სწორედ ეს მსგავსება არის გათვალისწინებული როგორც პავლეს მიერ, ასევე განმარტებელთა. და რაც შეეხება ყოველდღე ესე განვახდეთ ამბობს მოციქული განახლების შესატყვისად ეფრემ მცირეს მოყავს ტერმინი შეცვალებაი და აღნიშნავს რომ ჩვენ ყველანი შევიცვლებით. რა თქმა უნდა მოციქულის მხედველობაში ყავს ის ადამიანები რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდებიან უფალს და როგორ მოხდება ეს შეცვლა, რას ნიშნავს ეს შეცვლა? გასაგებია რომ მიცვალებული გაცოცხლდება, გასაგებია რომ მიცვალებული აღდგება მკვდრეთით, მაგრამ ცოცხალი როგორ უნდა შეიცვალოს, ცოცხალი როგორ უნდა გარდაიქმნას, აი როგორ უნდა გავიგოთ ეს ჩვენ. ანუ ძველ ქართულად ესეთ ის როგორც ან განახლებაი, ან როგორც შეცვალებაი და თანამედროვე ქართულად ცხადია ამ ყოველივე შეესატყვისება გარდაქმნა, გარდასახვა, იგივე შეცვლაც კი ბატონო. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? მოდი ცოტა უკან დავიხვევთ ახლა ჩვენ შესაქმნისეულ ისტორიისკენ და ამის შემდგომ ამას ალბათ უფრო უკეთ გაეცემა ჩვენგან პასუხი, არა პირადად ჩემგან, არამედ როგორც არის პასუხგაცემული ცხადია ეკლესიის მამათაგან. პირველ ყოვლისა ღმერთმა ყველამ ძალიან კარგად გუწყი და ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ეს ადამიანის შექმნა უცოდველი, ხომ ასეა? ადამი დედა ჩვენი პირველი მშობლები უფალმა ღმერთმა შექმნა უცოდველნი პირველ ყოვლისა აღჭურვა ისეთი თვისებით როგორც გახავთ უკვდავება, უხრწნელება და მოუწყლადობა. ანუ ამ სამი ძირითადი თვისებით ხასიათდებოდნენ ჩვენი პირველი მშობლები შექმნისთანავე, ანუ ისინი იყვნენ უკვდავნი, უხრწნელნი და მოუწყლადნი. თავისთავად ცხადია იგულისხმება რომ ისინი ამგვარნი იყვნენ არა ბუნებით უკვდავნი, არა ბუნებით თქვა უხრწნელ და მოუწყლადნი, არამედ საერთო მადლით პირველ ყოვლისა, რადგან ბუნებით ასეთი მხოლოდ უფალი ღმერთია. შესაბამისად რა მოხდა შემდგომ, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, პირველ ქმნილმა ცოდვამ ეს ყოველივე შეცვალა ადამიანში, ანუ კაცობრივი ბუნება დაზიანდა, ანუ როცა შესწოდე ჩვენამ პირველ მშობლებს, ძალიან მოკლედ ვთქვები ახლა ამას, იმიტომ რომ იცით თქვენ ეს ისტორია ძალიან კარგად, პირველ ცოდვის შედეგად ადამიანები გახდნენ მოკვდავნი, ადამიანები გახდნენ ხრწნადნი და ასევე ადამიანები გახდნენ მოწყვლადნი, ანუ სხვანაირად ტკივილ გამცდელი, სხვანაირად ვნებადნი. მაშინ როცა უბნებონი იყვნენ თავიდან, ხო? ანუ ცოდვა მოიტანა ეს შედეგად. ცოდვის შედეგად ამ სოფელში, როგორც პავლე გვასწავლის ერთ-ერთ ეპიზოდში, შემოვიდა სიკვდილი და სიკვდილს დაექვემდებარა ადამიანის ყოველი შთამომავალი, ცხადია ხორცილის შთამომავალი. ამასაც თავისი, რა თქმა უნდა, ახსნა განმარტება ახლავს, მაგრამ ამჯერად ამას მივუბრუნდეთ. ესე იგი, რა არის ეს დანახლება, ანუ იგივე შეცვალება, რომელიც იქნება მყისიერად. ეს გულისხმობს სწორედ, როგორც თავად პავლე განმარტავს აქვე, ხრწნილება შეიცვლება უხრწნელებით, ხოლო მოკვდავება შეიცვლება უკვდავებით. ანუ ფაქტობრივად ადამიანი აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში,
ყისიერად სიცოცხლეშივე როგორი მდგომარეობაც ჰქონდათ ჩვენს პირველ მშობლებს ცოდი დაცემამდე. მოდით კიდევ ერთი ნაბიჯით ჩვენ ქრისტეს აღდგომაზე ხომ და ვისაუბროთ, დავიხიოთ უკან, რომ უფრო უკეთ გავცეთ ამას პასუხი, რაც აღარა ვარ კმაყოფილი. ჩემი ნათქვამით. ესე იგი, პირველ ყოვლისა ვინ აღადგინა ეს მდგომარეობა საკუთარ თავში, ეს დაცემულ დაზიანებული, გულისხმობ კაცობრივის, ანუ როდესაც განკაცდა ძე ღმერთი, ასე არის დოგმატური სწავლება, მან ყოველივე მიიღო ადამიანური, ანუ კაცობრივი, ყოველივე, ანუ აბსოლუტურად ყველა უკვეთრელი ბნებულება, ყოველივე მიიღო ადამიანური, გარდა ერთისა, ეს ახალ ცოდვა. ცოდვა არ მიუღია და ცხადია, მასაც რა მიზეზის გამო, რამდენადაც განკაცებული ღმერთი ითქმის პიროვნულად, ანუ ჰიპოსტასურად ღმერთად, ყოვლისა, ანუ ის პიროვნულად რჩება ღმერთი, რომელმაც შეიძინა კაცობრივი ბუნება და აქედან გამომდინარე პიროვნულად ღმერთი ვერასდროს ვერ შეიწინებდა ცოდვას. რას ნიშნავს ეს? ღმერთმა ადამიანის შექმნა, რა თქმა უნდა, თავისუფალი, უცოდველი, უხრწნელი უკვე როგორც გითხარით, შესაბამისად ადამიანს ესე იგი საკუთარ თავში, ანუ მის ბუნებაში არ იყო მცოდველობა, ანუ ადამიანს არ ჰქონია თავის ბუნებაში მცოდველობა, ადამსა და ევას გულისხმობ ცხადია, ვინც პირველი შეიქმნენ, არამედ ეს მათ ჰქონდათ არჩევანში. ასე არის სწავლება. ესე იგი, მათ არჩევანში ჰქონდა მცოდველობა, რა თქვა, ბუნებაში და აქედან გამომდინარე, თუ კი თავიანთ არჩევანს ცხადია, სწორად წარმართავდნენ, ისინი ცოდვისგან და ამის შემდგომ სიკვდილისგან თავს დაიცავდნენ, მაგრამ თუ ასე არ მოხდებოდა, ცხადია, რაც უფალმა უთხრა ისედაც, რომ თუ შეჭამთ ამ ხის ნაყოფს მოკვდებით, ეს ასეც იქნებოდა და ასეც მოხდა სამწუხაროდ. მაგრამ არალი რომ გავავლოთ, განკაცებულ ღმერთს არც არჩევანში ჰქონია მცოდველობა. აი ეს არის განსხვავება. უყურეთ, უფალი იესო ქრისტე მეორე ადამიანადაც ითქმის. წმინდა პავლე მოციქულის სწავლება გახავთ ეს პირველ ყოვლისა. ანუ ის ყოვლითოდ მსგავსი იყო ადამიანისა, რამდენადაც ადამიანისეული დაცემული დაზიანებული ბუნება მიიღო მან, ერთადერთი განსხვავება იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს. ანუ უფალი იესო ქრისტეს არჩევანში არ ჰქონია მცოდველობა განსხვავებით ჩვენ პირველ მშობლებისგან და როგორც ასევე გვაქვს ეკლესიის მამები, უფალ ღმერთს ადამი და ევა არ შეუქმნია ცოდვის არ მიმღებად. რაც თავისთავად ცხადია ქრისტეზე არ მითქმის, ქრისტე ნამდვილად არ მიმღებია ცოდვისა ბუნებითად, როგორც ბუნებითად წმიდა და როგორც ხოლო ადამიანებს როგორც ქმნილებებს არ შეეხება, თავისთავად ცხადია ისინი ღმერთთან მიმართ მიყვნენ არასრულყოფილნი და აქედან გამომდინარე ცოდვის არ მიმღებება, როგორც ისინი არ შექმნა, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად უნდა შეეცოდათ და თითქოს მათი დაცემა იყო გარდაუვალი, რა თქმა უნდა ეს ამას არ ნიშნავს, მაშინ ღმერთი უნდა დავადანაშაულოს, ღმერთმა დაგიფაროს მსგავსი რამ. ანუ ისეთ ფამიდა, თავად უფალმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომის ძალით საკუთარ თავში, როგორც სულმა კაცმა დაებრუნა რა? უკვდავება, უხრწნელება, თუმცა მისი სხეული არ გახსნა საფლავში, მაგრამ მაინც და ტკივილ განუცდელობა, ანუ უვნებობა. ანუ პირველ ყოვლისა უფალმა აღადგინა საკუთარ თავში ეს დაცემულობა, თავისი აღდგომის ძალით და ამით წინდი მოსცა ყოველ ჩვენგანს მისცა წინდი, ანუ მოასწავა ყოველი ჩვენგანის ამგვარი ყოფა, თავისთავად ცხადია მართალი ადამიანებისა, რომლებიც აღდგებენ ამ ყდრეთით, მიიღებენ იმგვარ ბუნებას ღვთისობრივად, როგორი ბუნებაც ჰქონდათ ადამსა და ევას ცოდვით დაცემამდე, როგორი ბუნებაც ჰქონდათ თავად უფალს აღდგომის შემდეგ. ასე რომ ეს ძალიან საინტერესოა, თავად უფალმა აღედგინა თავის თავში, ეს უკვე კიდევ ხოლმე გამიმეორებდა, რაც უფალ იესო ქრისტეში მოხდა, იგივე მოხდება, ესე იგი იმ ცოცხლად შთენილ, ანუ დარჩენილ ადამიანებში, რომლებსაც ღმერთი ღირსების განმართლებისა, ერთი რამ უნდა მეთქვა, თავიდან უნდა მეთქვა ეს, მაგრამ არა უშავს. პავლე მოციქულს ამ შემთხვევაში მხედველობაში ყავს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანები. ეს უნდა ვიცოდეთ, ეკლესიის წევრები. პავლე მოციქული ამ ნაწილში ეპისტოლის არ საუბრობს წარმართს და აღდგომას. არა, ზოგადად ამბობს უფრო ადრე, რომ ყოველი ადამიანი აღდგება მკვეთრად დასაგებია, მაგრამ უშუალოდ ვისაც ექნება უფალ იესო ქრისტესთან შეხვედრის სიხარული და ბედნიერება, მათზე საუბრობს და ახსენებს სიტყვას შეცვალება, ანუ განახლება, იგივე გარდაქმნა, გარდასახვა, ცხადია პირველ სამას მხედველობაში ასეთი ანუ ქრისტიანი მართალი ადამიანები ჰყავს. და ახლა როგორ მოხდება ეს გარდასახვა? მომდევნო ნაწილში რა თქმა უნდა წერია და მოდით ბარემ განვაგრძოთ. ანუ კიდევ რომ ეს მეორე ნაწილი ჩვენ საუბრისა რომ შევაჯამოთ. ესე იგი ჩვენ განვახილდებით ამბობს რა? ანუ შევიცვალებით ეს გულისხმობს, როგორც პავლეს განმარტავს,
ხრწნადნი მყისერად გახდებიან უხრწნელნი და მოკვდავნი მყისერად გახდებიან უკვდავნი. ისე რომ ისინი სიკვდილს ერთი აზრით, ანუ რაღაც აზრით იმგვარ სიკვდილს, როგორც განუცდიან ზოგადად კაცობრიობას და ადამიანებს არ განიცდიან, მაგრამ მეორეული აზრით განიცდიან და ამის თაობაზეც მოგახსენეთ რამდენიმე წუთში. ოღონდ მომდევნო ნაწილზე გადავიდეთ ჯერ. რამე თუ ჯერ არის ხრწნელისა ამის შემოსად უხრწნელებაა და მოკვდავის ამის შემოსად უკვდავება. ეს რაც გითხარით კი ბატონო, ოღონდ მანამდე მოციქული ამბობს, რომ მეხსაშინა ეს ყოველივე მოხდება მეხსაშინა წამსა თვალისასა უკუანაესნელთამით საყვირითა. აი ეს მინდოდა ამომეკითხა სწორედ, როგორ მოხდება ეს მეხსაშინა, ნიშნავს მყისიერად, უცებ. ამას აქვს თავისი შესატყვისები, ანუ რედაქციულ ზღვის ამ შემთხვევაში განუკვეთელსაშინა, ასე იკითხება ეფრემცის რედაქციაში ეს კონკრეტული ნაწილი წინადადებისა. ანუ მეხსაშინა წამსა თვალისასა, ეფრემცის ასეა, განუკვეთელსაშინა წამსა თვალისასა. რა არის ეს განუკვეთელი? განუკვეთელი არის ის, რაც არ იშლება, რაც არ იყოფა. განუკვეთელი, სხვანაირად, ხო? რაც არ იშლება, რაც არ იყოფა, ანუ რაც არის მთლიანი და ერთიანი და თუ ბერძნულ, ასე ვთქვათ, ორიგინალში რა სიტყვაც არის ნახსენ გამოყენებული, ამას თუ გავიხსენებთ, მაშინ უკეთ გავიგებთ, რატომაც გადმოიტანა ეფრემმა ამგვარად ეს სიტყვა. ბერძნულში გამოყენებული ტერმინი ატომი, en atomo ასეა, ანუ ატომი მოგეხსენება სწორედ დაუშლელს აღნიშნავს და დაუნაწევრებელს, ანუ მთლიანსა და ერთიანს და როგორც განმარტებაში არის აღნიშნული და ეს განმარტება თავისთავად ცხადია, ბერძნულ ორიგინალში ნახსნებ სიტყვას ატომი უკავშირდება ასეთი შედარება არის მოყვანილი. მზის სინათლეზე, ანუ მზის შუქზე, როგორც ჩანს მტვერი და მტვრის ბუსუსები, ხო ძალიან მცირეა, ძალიან პატარა ეს მტვრის რაღაცა ნაწილები, მტვრისა, ანუ ბუსუსები, რა ვიცი, სხვანაირად რა ქვია. აი, უბრალოდ ეს არის ატომი ფაქტობრივად ვერ დაშლი მას, ხელს ვერც მოჰკიდებ, ვერც ჩაიგდებ და შემამცად ვერც დაშლი, ხო მტვრის რაღაც ნაწილს, ბუსუს, აი მზის შუქზე რომ ჩანს. ეს არის ძალიან მცირე, ანუ ძალიან პატარა და აქედან გამომდინარე, აი როგორი პატარაც არის ასეთი ეს მტვრის ეს კონკრეტული ნაწილი და როგორი მცირეც, ასეთ უმცირეს დროში მოხდება აღდგომაც და გარდასახვა ადამიანების. ანუ ეს მაგალითად არის მოყვანილი და მტვრის ეს ბუსუსი თუ ნაწილი, იმის მაგალითად რომ ჩვენ წარმოგვადგენილოს განმარტებლებმა მყისიერება აღდგომისა და მყისიერება გარდასახვის, ანუ გარდაქმნისა კაცობრივი ბუნებისა. და გარდა ამისა კიდევ, ანუ მეხსაშინა წამსა თვალის, ანუ თვალის დახამხამებაში, სხვანაირად ასე ითქმის ეს, ხო? მეხსაშინა წამსა თვალის ამას გულისხმობს, ანუ ძალიან ესე იგი უცებ მოხდება ეს და კიდევ ერთი. გასაგებია, რომ ეს ყოველივე იქნება მყისიერი. მაგრამ ამ მყისიერებაშიც იქნება გარკვეული დროითი შუალედი, რომელსაც ჩვენი გონება ვერ ჩასწუდება და ეს ძალიან კარგად ჩანს თესალონიკელთა მარტების სტოლის იმ ნაწილში, რომელიც წინათ დავასახელე. პავლე მოციქული ამბობს იქ, რომ მკვდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად, ასე ამბობს. თუმცა კორინთელებთანაც წერია, იგივე მოციქული პავლე ამბობს, ჯერ ქრისტე, შემდგომ ქრისტესნი და მაშინ ყა აღსასული. ანუ აქაც ამ თავში ეპისტოლისა მოციქული გვასწავლის, რომ ესე იგი როგორც აღდგა ქრისტე, ამგვარად აღდგებიან ჯერ, ანუ პირველად ქრისტესნი და ვინ არიან ქრისტესნი? რა თქმა უნდა მართალნი, ქრისტიანები იგულისხმებიან მათში, აღმსარებლობით, მოწამეობით, ქრისტეს მიერ სარწმუნოებით აღსრულებულნი და შემდგომ ამბობს, რომ მაშინ ყა აღსასრული. აღსასრული ზოგიერთი განმარტების თანახმად გულისხმობს ზოგადად სხვა ცოდველთა აღდგომად, მაგალითად წმინდა იოანე ქმერი ამას ასე განმარტავს, ესე იგი ჯერ აღდგებიან ქრისტესნი და შემდგომ უკვე სხვა ნაწილი კაცობრიობის და ცხადია უმეტესი ნაწილი კაცობრიობისა, რომლებიც დაექვემდებარებიან საყოველთაო სამჟავროს და ამის შემდგომ ცხადია ისინი განიკუთვნებენ იმ ადგილს, რომელიც უფლისგან ყოველად სამართლიანად და მიუკერძოებულად მიეგებათ. ხოლო მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მუხლის განმარტებას გავანებოთ თავი, ამას რომ დაუბრუნდეთ. პავლე მოციქული ამბობს,
მკვდარნიკი ქრისტეს მიერ აღდგენ პირველად. ანუ ჯერ როდის ეს რა თქმა უნდა აქამდე აღნიშნული გავიმეორებ აღდგომა ერთგზისი პროცესია. ერთხელ მოხდება თავისთავად არ ის როგორც ხილიასტები ასწავლდნენ რომ თქვათ ჯერ ქრისტიანები აღდგებიან და 1000 წლოვანი ქრისტეს მეუფების შემდეგ ცოდვილები რაღაცა ეს რა თქმა უნდა მწვალებლობად არის შერაცხილი ეკლესიის მიერ, მაგრამ ამ ერთგზისობაშიც ამ მკისიერებაშიც იქნება გარკვეული დროითი ასე ვთქვათ შუალედები, რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა ძლიერი წარმოსადგენელი, მაგრამ სწავლება ასეთია. კერძოდ, ჯერ მართლები აღდგებიან და შემდგომ ცოდვილები. ამას ამბობს მოციქული პავლე, თესალონიკელთა ეპისტოლის იმ ნაწილში და გარდა ამისა კიდევ იქ ამბობს ასე ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ რატომ ამბობს ასე უფრო სწორად? სანამ ქრისტეში, უფრო სწორად ქრისტეს მიმართ სარწმუნოებით აღსრულებულნი არ აღდგებიან, მანამ ცოცხალნი, ანუ ჯერ კიდევ სხეულში მყოფი, ასე ვთქვათ, ქრისტიანები უფალს არ შეხვდებიან. შესაბამისად, ცოცხალს ხორცში მყოფს არანაირი უპირატესობა არ ექნება ამით იმ მიცვალებულთან შედარებით, რომელიც უნდა აღდგეს. ანუ სანამ ის არ აღდგება, მანამ ცოცხალ უფალს არ შეხვდება, ამას ამბობს მოციქული პავლე და უპირატესობა, როგორც ასეთი, ამით ვთქვათ, ცოცხალს არ ექნებათ სხვა მიცვალებულებთან შედარებით. ამიტომაც ამბობს მკვდარნიკი ქრისტეს მიერ აღდგენ პირველად, ანუ ჯერ ისინი აღდგებიან ის მიცვალებული და შემდგომ უკვე როგორც გრძელდება ტექსტი ეპისტოლისა, ორივენი ერთად, ანუ აღდგომილნიც მკვდრეთით და ცოცხალნიც, გარდა ქმნილნიც, ასე ვთქვათ, უხრწნად და უკდავად ერთად შეხვდებიან უფალს ჰაერთაზე და ღრუბელთა მეშვეობით აგიტაციებიდან და ეს ცალკე მომდევნო ნაწილია და თუ დრო დაგვჭირდა ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებ. ახლა მე კიდევ ერთხელ მინდა შევეხვა მკისიერად გარდაქმნას ადამიანისაზე გარდასახვას თუ როგორ განიმარტება ეს. მაგალითად, ესე იგი წმინდა მაქსიმე აღსარებელი ამბობს, აღნიშნავს, რომ ეს ასედაც უნდა გავიგოთ. ესე იგი ადამიანი როგორც ასეთი არ გარდაიცვლება ისე როგორც ის ადამიანები ამ შემთხვევაში არ გარდაიცვლებიან ისე იმგვარად და იმ სახით როგორც სხდები გარდაიცვლენ მანამ, მაგრამ რამდენადაც ისინი ბუნებითად, ანუ რამდენადაც მათი ბუნება თვისობრივად შეიცვლება, ანუ ხრწნადნი გახდებიან უხრწნელი და მოკლდავნი, მკისრად გახდებიან უკვლდავნი, ამ ესე იგი ისინი მაინც განიცდიან სიკვდილს საკუთარ თავში, ოღონდ ეს განცდა სიკვდილისა, ანუ მათი ასე ისა მოკვდინება თუ მოკვდომა, ანუ სიკვდილი იქნება დროის რაღაც უმცირეს უმოკლეს დროში იქნება რა ეს ყოველივე, ანუ ისე რომ თავადაც ისინიც ამას როგორ გითხრათ ვერ გააცნობიერებენ, მაგრამ არ მოხდება ისე რომ რომელიმე მათგან თუნდაც დატირებული იქნეს და მით უფრო დაკრძალული იქნეს, ამას ამბობს. მაგრამ თქო გასაგებად გადმოვეცით. ანუ არ მოხდება სიკვდილ განუცდად, მაინც არ მოხდება ეს. სიკვდილს მაინც განიცდიან, მაგრამ ეს იქნება ძალიან ისეთი უმოკლეს დროში, რომ ვერ მიტყვი თავად ვერ გააცნობიერებენ, შეიძლება მართლაც ვერ გააცნობიერებენ, რამდენად მყისიერად ესე იგი მოხდება მათი გაუხრწნილება და მათი გაუკვდავება. აქედან გამომდინარე, განახლება მათი, ანუ შეცვალება ძველ ქართულად იგივე გარდაქმნა იქნება ტოლფარდი იმისა, რასაც განიცდის მიცვალებული აღდგომის ძალით. გარდაცვლით აღდგებენ უხრწნელნი, გარდაცვლით აღდგებენ უკვლდავნი. შესაბამისად, რასაც განიცდის გარდაცვლილი ადამიანი აღდგომის ძალით, იმავეს განიცდის ცოცხალი ადამიანი ამ ესე იგი შეცვალების იმავე განახლების ძალით. რა თქმა უნდა, საღვთო ძალით მოხდება ეს ყოველივე პირველისა და არა კაცობრივი და ადამიანური. და პავლე მოციქული ამბობს ამ ნაწილში, რომ მიცვალებულნი აღდგებიან ესე იგი უკანასკნელი საყრილის ხმაზე. სხვა შორის საყრილს მოციქული პავლე ახსენებს თესალონიკელთა ეპისტოლეში, იმ ნაწილში, პირველი ეპისტოლის მე-4 თავის ბოლო ნაწილში, ოღონდ იქ უკანასკნელად, ну, ბოლოდ არ მოიხსენებს ამას. რას ნიშნავს ეს? მოციქული პავლე ამბობს, რომ მთავარანგელოზის საყრილის ხმაზე აღდგებიან მიცვალებულნი, ჯერ ღმერთი ჩამოვა ზემოდან, ქრისტე თავისთავად ცხადია და მისი საყრილის ხმაზე აღდგებიან მიცვალებულნი, ასე ამბობს მოციქული, ხოლო აქ ამ საყრილს მოიხსენიებს როგორც ბოლოს, ანუ უკანასკნელს და საინტერესოა, რატომ ან რაზე დაახლოებით. თუ ჯერ ერთი ეს საყრილი პირდაპირ თავისთავად ცხადია არ გაიგება, არანაირი საყრილი ხელში არ ეჭირება მთავარანგელოზ მიქაელს,
არამედ საყვირი ამ შემთხვევაში გახავთ სახე სიმბოლო ზოგადად კეთილუწყებისა, ზოგადად სიახლისა, ძველ აღთქმაში ხდება ჩვენ აი ზოგიერთ წიგნში ისტორიულ წიგნებს გულისხმობ, როდესაც მუსიკალურ ცალკეულ ინსტრუმენტებს იყენებენ, ესე იგი ადამიანები რომ ესე იგი ხალხს მოუწოდონ რაღაც სიახლისკენ, აი მაგათ ახლოვდება დიდი დღესასწაული, რაღაც დიდი საეკლესიო დღესასწაული და იყენებენ სიტყვაზე თუნდაც საყვირს და სხვა მუსიკალურ რაღაც ინსტრუმენტებს, რომ ადამიანებს მოუწოდონ და შესაბამისად შეახსენ, რომ ახლოვდება ესეთი დღესასწაული ან რაღაც. ანუ რაღაც უწყების ის არის, ამისთვის გამოიყენებოდა ხო რაღაც საცნობებლად და ამ შემთხვევაშიც საყვირს უკავშირდება უწყება რაღაც სიახლისა და ამაზე დიდი სიახლე კაცობრიობას არაფერი არ მოელის მოგეხსენებათ. აღდგომა და მარადიულ ცხოვრებასთან ზიარება ყოველი ჩვენგანისა ამაზე დიდი სიახლეს და ამაზე დიდი საიდუმლოც სამომავლოდ ესე იგი არაფერი არ მოგველის, არაფერიც არ მოხდება. ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე დიდებული თავისთავად ცხადია. ასე რომ საყვირი ასე უნდა გავიგოთ, საყვირის მნიშვნელობა, მაგრამ ეს უკანასკნელი რას ნიშნავს? თვალშორის მე წაკითხული მაქვს კომენტარები რამდენიმე მამის ამასთან დაკავშირებით და რატომღაც თუნდაც წმინდა იოანე ოქროპირი ამ ბოლო ან უკანასკნელ საყვირს უკავშირებს იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისის წიგნს, აპოკალიფსისი ასე ქვია მისი წიგნი მოგეხსენებათ, ახალი აღთქმის ბოლო წიგნი ახლავ კანონში, რომელიც მე-7 და მე-8 თავებში საუბარია სწორედ რამდენიმე საყვირზე, კერძოდ იქ დასახლებულია 7 სხვადასხვა საყვირი. ეს წიგნი მოგეხსენებათ აპოკალიფსი იგივე გამოცხადება გახავთ სიმბოლური ალეგორიული ხასიათისა, მისი განმარტება ძალიან ძნელია, სულ რამდენიმე მამას თუ აქვს განმარტებული, ამიტომაც აი ზოგიერთის მიხედვით, აი თუნდაც წმინდა იოანე ოქროპირისა, იოანე ღვთისმეტყველის მიერ ხსენებული 7 საყვირი გულისხმობს 7 სხვადასხვა სასჯელს, რომლებიც მოსწევნია კაცობრიობას სხვადასხვა დროს, რომ სინანულში მოსულიყო კაცობრიობა, გამოფხიზლებულიყო რა შეიძლება. მაგალითად, პირველი საყვირი ეს გახავთ სახე სიმბოლო წარღვნისა, თუნდაც გახსოვთ თქვენ ნოეს დროს როგორ წარიღმნა მთელი კაცობრიობა და მთელი სამყარო და ეს იყო სასჯელი თავისთავად ცხადია კაცთა ცოდვისა უკეთურების გამო, ღმერთის და მოწევნული ყოველად სამართლიანად და ამას ნოეს შთამომავლები გამრავლდა შემდგომი შთამომავლობითად რაღაცნაირად უფრო მეტი თავშეკავებისკენ უნდა განეწყო, ხომ ასეა? ანუ ერთ სასჯელს უნდა მოეტანა შედეგად, მაგრამ ასე არ მოხდა სამწუხაროდ და ეს 7-ვე საყვირი იოანე ღვთისმეტყველის წიგნში ხსენებული 7 სხვადასხვა სასჯელს მოასწავებს, რომლებიც კაცობრიობას მოსწევნია თავისი ცოდვის გამო და უკეთურებისა. კი ბატონო, ხოლო რაც შეეხება ამ საყვირს, რომელსაც პავლე ახსენებს, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს არის უკანასკნელი, ანუ ბოლო საყვირი, ფაქტობრივად მერვე საყვირი, რომელიც დამსჯელი კი არ იქნება კაცობრიობის, არამედ პირიქით კოდრეთით აღმადგინებელი, თუმცა აღდგომა თავისთავად ცხადია არ იქნება განმაპირობებელი ცხონებისა და გადარჩენისა, აღდგობით ყველა აღდგება, მაგრამ ყველა ვერ ცხონდება, ვერ გადარჩება, ესეც საეკლესიო სწავლება გახავთ, საუფლო სწავლება პირველ ყოვლისა, უფალ იესო ქრისტესგან მომდინარეობს ეს და საყრებაში ასე წერია. ასე რომ ეს უკანასკნელი ბოლო უკავშირდება სოდამ 7 საყვირს, მაგრამ მე ასეთი კითხვა მიჩნდება, გასაგებია წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან დიდი რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ეგზეგეტია და დიდი მამა ეკლესიისა, მე-4 საყვირს მოღვაწე მოგეხსენებათ, მაგრამ როდესაც პავლე მოციქულმა ეს ეპისტოლე დაწერა, ეს ეპისტოლეები თუნდაც თესალონიკელთა პირველი გნებავთ კორინთამდე, მაშინ აპოკალიფსისი არ იყო ჯერ კიდევ შექმნილი, ეს საუკუნის ბოლოს იწერება და აქედან გამომდინარე აი ამიტომაც არის ეს განმარტებანი საინტერესო და უბრალოდ ანუ ეპოქალურად როგორც ასეთი ერთმანეთისგან დაშორებულია. ესე იგი იოანე ღვთისმეტყველის წიგნის დაწერის დრო დაშორებულია პავლეს ამ ეპისტოლების შექმნის დროს. სადაც 20-30 წლითაც შეიძლება დაშორებულია. მაგრამ და ასე რომ განმარტავს რაღაც კითხვები, რა თქმა უნდა, ჩნდება ამ ბოლო განმარტავს, მაგრამ თავარი ეს არ არის ჩემი აზრით. ეს უკვე ჩემი პირადი დამოკიდებულება, რომელსაც გაგიზიარებთ. თავარი სიმართლეა. თავარი რა თქმა უნდა სიმართლეა. რა მნიშვნელობა აქვს? როდის დაიწერება ესა თუ ის წიგნი, კანონიკურია ორივე. კორინთელთა პირველი ეპისტოლეც კანონიკური ძეგლია, აპოკალიფსისიც რა თქმა უნდა კანონიკურია, თუმცა ბოლოს მიიღეს ეს სადღაც მე-5 საუკუნეში აქედან კანონიკურია და ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეკლესია ორივეს კანონიკურად და ღვთისმსხურად აღიარებს, აქედან გამომდინარე, როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი ორივე წიგნს იცნობს ამას, ერთ ეპისტოლეს მეორეს უშუალოდ წიგნად, ასე ვთქვათ, აღმოცენებულ, თუმცა ორივე წიგნად იწოდება მაინც, დაწერილია და ამიტომ ტექსტია
ივანე ოქრობელიძე ღვთისმსულით ცხადია, ესე იგი ჭვრეტ დამყოლია, ღვთისმსულით განმარტავდა და აქედან გამომდინარე, ალბათ რასაც ამბობს, ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს შეიქმნა ეს წიგნები და შესაბამისად პავლე მოციქული შეუძლებელია დაყრდნობა ივანეს წიგნს, იმიტომ რომ პავლე როდის საოცების სწორად და ივანე კიდევ როდის, ხო, ამის თქმა მინდოდა სხვა არაფერი. ვინმეს ხო, კარგით. თავი სიმართლეა. ანუ შეიძლება რაღაცა დროში რაღაცები ვერ ექცეოდეს, ისე ლოგიკურ ხაზს არ მიჰყვებოდეს, მაგრამ თავი არის ხედვა, რომელიც აქვს წმინდანს და ამ შემთხვევაში წმინდა ივანე ქუდლის ხედვას ამ შემთხვევაში ჩვენ ცხადია ვენდობით და ვარქისი ერთგული. ასე რომ როგორც განმარტავს, ალბათ ეს ასეა. მერვე საყვერი, ანუ უკანასკნელი ეს აღმადგენელი მკვდართა და არა სხვა რამე. და მე მოჰყავს ერთგვარი ზეიმურობით მიმართავს მოციქული პავლე კორინთოს ეკლესიის მრევლის წევრებს და ოსეს სიტყვით, ჯერ ესაია, შემდგომ ოსეს სიტყვით იმართავს. დაინთქე სიკვდილი ძლებით, ეს ესაია სიტყვით გახლავთ და შემდეგ სადაა სიკვდილო საწერტელი შენი, სადაა ჯოჯოხეთო ძლევაი შენი. ესე იგი, პავლე მოციქული აქამდე ამბობს ამ თავის წინა ნაწილში, რომ სიკვდილი განქარდება ქრისტეს მეორე მოსვლის ჟამს და ასევე საყოველთაო აღდგომისა. ცხადია, აქ ლაპარაკია სიკვდილის იმ სახესა და გვარზე, რომელიც გულისხმობს ხორციელ სიკვდილს, რაც არის სულისა და ხორცის დროებითი გაყრა და რომელსაც ყოველი შთამომავალი ადამიანისა ექვემდებარება. ეს ანუ სიკვდილის ეს სახე ეს გვარი არ იარსებებს, ანუ განქარდება მოისმოვა, მაგრამ იარსებებს სხვა სახე სიკვდილისა, რაც გულისხმობს ცხადია წარწმედას, ანუ დაღუპვას, ანუ ჯოჯოხეთში მარადიულ ტანჯვასა და წვალებას, როგორც თავად უფალი გვასწავლის ეშმაკებისა, დაცემული ანგელოზებისა და ასევე ცოდვილი ვერ განმართლებული ადამიანებისა. ეს სხვა სახეა სიკვდილისა, ხო, ზოგადად. ამ შემთხვევაში პავლე მოციქული მიმართავს სიკვდილს, აი იმ სახეს სიკვდილს, რომელიც წინათ ვახსენე, ანუ რაც არის სულისა და ხორცის გაშორება ერთმანეთისგან და რაც არის ცოდვის შედეგი სწორედ, 60-ეული პირველი ცოდვისა, სადაა სიკვდილო საწერტელი შენი. ეს მოგეხსენებათ, ეს სიტყვები აქვს ჩართული წმინდა ივანე ოქროპირს თავის სიტყვაში, სააღდგომო სიტყვაში, რომელიც იკითხება სააღდგომო ლიტურგიაზე, ხო, ერთ-ერთ ნაწილში ამ ლიტურგიისა. რა არის საწერტელი? საწერტელი თანამედროვე ქართულად მოგეხსენებათ, აღნიშნავს საჩხლეტელს, სხვანაირად ნესტარს, ანუ სხვანაირად ბურსმანსაც, კი ბატონო, ანუ რასაც ესე იგი თარგმნის სიმწარე და არა ესეთი სასიამოვნო შეგრძნება ახავს, ხო? თუ გიჩხა. ანუ საწერტელი ეს არის სწორედ საჩხლეტელი, ანუ იგივე ნესტარი სხვანაირად. და ამბობს, სადაა სიკვდილო საწერტელი? შეგი საწერტელში პავლე მოციქული მოიაზებს სიკვდილის ძალას თავისთავად ცხადია და საიდან აქვს ძალა სიკვდილს, ამ შემთხვევაში ხორციელ სიკვდილს, თავად პავლე მოციქული განმარტავს, რამდროს საწერტელ სიკვდილისა ცოდვა, ხოლო ძალცოდვისაი რჯული. ესე იგი, სამოციქულო განმარტებით, აი ეს რატომაც კიდევ მნიშვნელოვანი ეს ეპიზოდი. პავლეს მოყავს სიტყვები ოსე მცირე წინასწარმეტყველისა და ამ სიტყვებს თავადვე განმარტავს. პავლე განმარტებელიც არის ამ შემთხვევაში ძველი არქის ამ კონკრეტული ნაწილისა, როცა ამბობს, რომ საწერტელ სიკვდილისაი ცოდვა, ესე იგი, სიკვდილი არ იარსებებდა რომ არ ყოფილიყო ცოდვა, შესაბამისად, სიკვდილი ცოდვისგან იღებს ძალას და როდესაც ცოდვა შეიმუსრება, თავისთავად ცხადი არ იქნება არ სიკვდილი და ცოდვის შემოსვლაც გულისხმობს საყოველთაო აღდგომის ჟამსა და პერიოდს, საყოველთაო სამჟავროსი და ასე შემდეგ. ასე რომ დადგება დრო და ჟამი, როდესაც არ იარსებებს სიკვდილი და მიმართავს მას. შენ განქარდებიო, პირდაპირ ასე მიმართავს, ამგვარად მიმართავს, ერთად ნიშნის მოგებით, რადგან არ იარსებებს რა ცოდვა, შესაბამისად არც იარსებებს შენ, ანუ ამ შემთხვევაში სიკვდილი მას მართავს და მეორე ნაწილი. ესე იგი, პირველი ძალცოდვისა, კი ბატონო, უკაცრავად საწერტელ სიკვდილისა ცოდვა, ხოლო ძალცოდვისაი რჯული. ეს რას ნიშნავს? ანუ მოციქული ამბობს, სიკვდილი ცოდვისგან იღებს ძალას, ხოლო თავად ცოდვა რჯულისაგან და ამით ასრულებს ამ ნაწილს თავისი წერილისა. ესეც არ არის რთულად განსამარტავი ნამდვილად, მაგრამ პირდაპირ თავისთავად ცხადია, ეს არ გაიგება. ძალცოდვისა რჯული. ზოგადად რჯული რა არის? ჩვენ აქამდე გვისაუბრია ამაზე. რჯული ეს არის საღვთო მცნებათა ერთობლიობა და ცალკე აღებული მცნება, როგორც ასეთი, აიხსნება და განიმარტება როგორც
რჩევა, დარიგება, სწავლება, მოძღვრება. ჩვენ საღვთო მცნებანი გვაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში თავისუფლად ცხადია, თუმცა მცნებანი გვაქვს ჩვენს ადამიანებს, მცნებანი აქვს სახელმწიფოს, ანუ რჯულს ქმნის სახელმწიფოს, როგორც ასე ცალკეულ კანონებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ამას არ ვეხებთ. ვეხებით საღვთო მცნებებსა და საღვთო კანონებს. ანუ საღვთო მცნება, საღვთო კანონი, ანუ საღვთო რჯული, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიკეთესა და სათნოებასთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ყოველთვის, რაც საღვთოა, ის ყოველთვის არის სათნო და შესაბამისად მისი დაცვა ჩვენგან აუცილებელი და სასარგებლო. ჩვენი სულის ცხოვრებისა და გადარჩენისათვის. აქედან გამომდინარე, წერია რა რომ ცოდვა ძალას იღებს რჯულისაგან თუ რჯულიდან, ეს როგორ უნდა გავიგოთ. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არ გაიგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რჯული ბუნებითი, ანუ ნამდვილი წყაროა ცოდვისა. ცოდვის ნამდვილი წყარო ვიცი ჩვენ რაც არის და ვინც არის, რომ შესაქმნისეული ისტორიიდან. რჯული მანამდეც ჰქონდათ ადამიანებს, რომ მაგრამ აქვე ამასაც აღნიშნავ. სანამ ცოდი დაეცემოდნენ ჩვენი პირველი მშობლები, მათ ჰქონდათ რჯულის ორი სახე, ანუ ორი გვარი. პირველი ეს იყო ღვთის რჯული და მეორე ეს იყო სინდისის რჯული. სხვანაირად ბუნებითი, თანდაყოლილი, ანუ გონების რჯული. აი ეს ორი სახე ჰქონდა თავდაპირველად. და ღვთის რჯული, როგორც განისაზღვრება, წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ღვთის რჯული თავდაპირველი ეს იყო ის მცნება, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანსა და ევას, როცა ეუბნება, რომ აი ყველა ხის ნაყოფისგან ნაყოფი ჭამეთ, ხოდ ამ ხის ნაყოფს ნუ შეჭამთ, რომ სიგნით მოკვდებით. აი ეს იყო თავდაპირველი, ესე იგი ღვთის რჯული თავდაპირველად ამგვარად წარმოჩნდა საფუძეში. ეს რჩევა არ არის, ეს დარიგება არ არის, ეს სწავლება არ არის სხვა. ღმერთმა ურჩია ამგვარად, დაარიგა ამგვარად და ამგვარი სწავლება გადასცა. სამწუხაროდ რჯული აქვს დაცებულ ძალასაც. სამწუხაროდ ეს საფუძეშიც გამოვლინდა. გველის მეშვეობით თუ როგორ მოახერხა დაცებულმა ძალამ, ამ შემთხვევაში ანგელოზმა, სატანამ იქ შემოსვლა, ცხადია ესეც განმარტებულია მომთანან, თუმცა რაც ბიბლიაში როგორც წერია, ამას დავუყროთ ამჯერად, გველის მეშვეობით, ესე იგი მიახლა ბოროტე ჯერ ევას, შემდგომ ადამს, ხომ ევა ადამს და ასე მოკლედ რჯული აქვს ბოროტ ძალაცაც. ისიც გვირჩევ ჩვენ, მას ასე გარკვეული რჩევანი, გარკვეული დარიგებანი, გარკვეული სწავლებანი, მაგრამ მთავარია ჩვენ ესე იგი საიტკენ დავაკეთებთ არჩევანს და ცხადია ჩვენი არჩევანი გასაგებია ქრისტიანებისა, როგორ და რანაირად, მაგრამ მაინც იმის აღნიშნა მინდოდა, რომ რჯული როგორც ასეთი არსებობს საღვთოც და არსებობს არასაღვთოც. მან გვასწავლიან ეშმაკმა ამ წყეულმა ძალამ თუნდაც სიკეთე ესე იგი გიქადოს, თუნდაც სიკეთეს პირდებოდეს, მაინც არ უნდა თუ იცი რომ ეს ბოროტისგან არის, თუნდაც სიკეთე იყოს. ანუ ბოროტი ადამიანები ყავს მას მხედველობაში, რა თქმა უნდა, შემდეგ არაზოს არ უნდა შეეწნაროს და არ უნდა მიიღო. ანუ ბარემ ბოლომდე მივიყვანოთ სიტყვა, ესე იგი რჯულის ორი სახე ჰქონდათ რა თავიდან, შემდგომ ეს გამრავდა ეს სახელი, კერძოდ მოკლედ დავასრულებ ახლა ამ ნაწილს და მე განვაგრძობთ. კერძოდ როცა ადამიანმა შესწოდა ახალი სახე გაჩნდა რჯულისა, წმინდა იოანე დამასკელი პირდაპირ ამბობს, რომ ღვთის რჯულის დარღვევამ წარმოქმნა რჯული ცოდვისა. დაარღვიეს რა ღვთის რჯული, ანუ არ შეასრულეს ამის რჩევა არ გაითვალისწინეს, შესწოდეს, რაც გულისხმობს, შეწოდება ის იგი გადაცდომა, ხო, რაღაცა, ესე იგი, სწორი გზიდან რომ გადახვალ და შესაბამისად გააკეთებ იმას, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, ხო? ამ შემთხვევაში საფრთხო რჩევა, საფრთხო რჯული და გადახვედი, ანუ შეცდი, შესაბამისად შესწოდე და წარმოიქმნა ახალი სახე რჯულისა, ცოდის. შემდეგ არ შეინანეს რა, მიუხედავად საფრთხო მოწოდებისა, კიდევ მეოთხე სახე გაჩნდა რჯულის. ეს არის სწორედ ხორცის, ანუ იმავე სხეულის რჯული, პავლე მოციქულის სწავლების თანახმად, ანუ იგივე დაცებულ, დაზიანებული ბუნება ადამიანისა, რაც არის სწორედ ცოდვის შედეგი. რაც ახლა დაგვიჟე ჩვენ, ადამიანი გახდა ბუნებითად მოკვდავი, ხრწნადი და თქმის გამცდელი, ეს სწორედ ეს მდგომარეობა სწორედ შედის ხორცის, ანუ სხეულის რჯულში და თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, რჯულის ამ ოთხივე სახეს ვატარებთ ჩვენს თავში, ღვთის რჯულსაც, სინდისის რჯულსაც, ცოდვის რჯულსაც, სამწუხაროდ
ზოგჯერ თუ ხშირად და თავისთავად ცხადია ვატარებთ დაცემულ დაზემულ ბუნებას, ანუ ხორცის რჯულსაც და ეს რაც მოვაყოლე ახლა რჯულის სახეებზე ვთქვი მოკლედ პავლე მოციქული ამბობს რომ ცოდვა ძალას რჯულიდან იღებს ამ შემთხვევაში მას ხოდობაში რა თქმა უნდა საფრთხო რჯული პირველ ყოვლისა რომელიც წერილობით არის გადმოცემული და წმინდა წერილშია ეს პირველ ყოვლისა გადმოცემული ხო? ანუ ძველი ათვლის ეკლესიო რჯული, ახალი ათვლის ეკლესიო რჯული, ორივე რჯული ყავს მას ხოდობაში, თუმცა ალბათ უფრო ახალი ათვლის ეკლესიო რჯული, რამდენადაც ახალი ათვლისა უპირატესია ძველთან შედარებით და ძველს მოიცავს ის თავის თავში და ბარემ დავუცეთ ამას პასუხი, რატომ წერს ასე ძალცოდვისა არს რჯული. ვინც რჯულს ესე იგი ბოროტად იყენებს, ანუ ვინც რჯულს არღვევს, შესაბამისად ცოდავს და ცოდვა აქედან გამომდინარე იღებს ძალმოსილებას. ეს არის განმარტება, ეს არის პასუხი. რჯულის დამრღვევი რჯულის დამრღვევის ცოდავს, ანუ რჯულის დარღვევის იგივე ცოდვა და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტად არღვევს ადამიანს რჯულს, იმდენად იღებს ცოდვა ძალას სწორედ რჯულის დარღვეულობიდან, სხვა არაფერი. მე აღვნიშნე ახალი ათვლის ეკლესიო რჯული, როგორც უპირატესი სახის რჯულისა, მაგრამ აქ შავსების შესაძლებელია, უბრალოდ ამ რჯულის დაცვამდე ადამიანი მიდის პირველ ყოვლისა სინდისის რჯულის დაცვიდან. შეუძლებელია ადამიანი არ იცავდეს სინდისის რჯულს, ანუ არ ცხოვრობდეს სინდისის კანონებით, რაც ჩვენ სხვანაირად ზნეობრივ ცხოვრებას უწოდებთ და იყოს კარგი ქრისტიანი და ახალი ათვლის რჯულის ეს ყოველად შეუძლებელი, ყოველად წარმოუდგენელია. აქედან იწყება ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამიტომაც ძალცოდვის არს რჯული წერია რა, ცხადია ამ რჯულში სინდისის რჯულიც იგულისხმება. თუ ადამიანი წინააღმდეგო თავის სინდისს და შესაბამისად აკეთებს იმას, ანუ იმის საწინააღმდეგოს, რასაც სინდისი ეუბნება, თავისთავად ცხადია სინდისის რჯულის მიმართ ცოდავს და სინდისის რჯული საიდან არის? რა თქმა უნდა, ეს არის ღვთისგან. ზოგიერთი მამა ამბობს, რომ სინდისი ეს არის იგივე ღვთის სიტყვა, ღვთის ხმა ადამიანში და როგორც მამხილებელი, როგორც გამომაფხიზლებელი, როგორც გარკვეული ცოდნის მიმცემი ადამიანისთვის თქვათ რა არის კარგი და რა არის კარგი. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს წაკითხული ადამიანის წმინდა წერილი, საერთოდ არ ერკვეოდეს რჯულის კანონებში, შეიძლება იყოს ასაკობრივადაც პატარა, თუნდაც რა ვიცი 7-8 წლის, 10 წლის, მაგრამ მან სინდისის რჯულის მიერ იცოდეს ეს ასეც არის, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. ანუ კეთილისა და ბოროტის, კარგისა და ცუდის გამშობის უნარი გქონდეს და აქვს კიდეც ადამიანს. აი ეს არის სინდისის რჯული. აქედან გამომდინარე, თუ სინდისის რჯულსაც დაუპირისპირდა, ესა აქვე დაარღვევს ადამიანი, თავისთავად ცხადია, ეს არის ცოდვა და შემამცად ცოდვაც ამ რჯულის დარღვეულობიდან იღებს ასე ვთქვათ გარკვეულ ძალას. ესეც არის აქ ნაგულისხმები. ახლა თუ ძალიან არ გადავაცილეთ, მაგრამ ამ თესალონიკელთან მიმართ ბოლო ნაწილით დავასრულოთ, ხომ აღდგომას ეხებით მაინც? არა, 1 საათზე მეტი არ არის, რაც საუბრობ. ნამდვილად არ არის მეტი. 1 საათიც არ არის. ჩავინიშნე და რამდენიმე სიტყვით, ესე იგი, მინდა შევეხო ოღონდ თესალონიკელთან მიმართ პირველი ეპისტოლის მეოთხე თავის ბოლო ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ კერძოდ კვდარნიგი ქრისტეს მიერ აღდგენ პირველ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ უკვე თუ რას ნიშნავს ეს და როგორ განიმარტება და მაშინ ხარ ჩვენ ცხოველნი ესე რომელიც დაშტობილი ვიყვეთ მოსვლას მას უფლისასა მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლით და შემთხვევად უფლისა ჰაერტაზე და ესეთ ესე იგი მარადის უფლისთან თანავე ვიყოფოთ. პირველ ყოვლისა რას მინდა მივაქციოთ თქვენი ყურადღება. მოციქული პავლე ამბობს რომ მაშინ ხარ ჩვენ ცხოველნი ესე ეს კი მაშინ ჩვენ ცოცხალნი ჩვენ მოგეხსენებათ ეს პირველი პირის ნაცვალსახელი გახლავთ და მოციქული პავლე საკუთარ თავს მოიაზებს მათში, ვინც უფალს დახვდება ასე, ცოცხლად ჯერ კიდევ სხეულში. ეს როგორ აი ზოგიერთი მაგალითად ფიქრობდა ისე, მეც მსმენია ზოგიერთი ადამიანისგან, რომ თითქოს პავლე მოციქული დარწმუნებული იყო ამაში, რომ უფალი მოვიდოდა თავის სიცოცხლეში. ასეთი რამ არსად არ წერია. ზოგიერთი რამ მსმენია, მაგრამ სადღაც წავიკითხო, სადღაც არ ვიცი, მე პირადად განმარტებაში მსგავსი რამ არ წამკითხავს. ოღონდ ბატონოგიური სამოციქულოში, ებრაელთა მათების სკოლაში ზავსი მუხლი არის, ზავსი აზრი არის, შეიძლება გაჟღერებული და აი პანდემია გეტყვით ამას, მოთმინება გმართებთ, რაით აღასრულოთ ღვთისნება და მიიღოთ ათვლინან ცოტაც და არ დააყონებთ. მოვა მომავალ, მომავალში გულისხმება მომავალ ჩვენი ისე. სულ ცოტას და არ დააყონებს. დიახ. შეიძლება ვიგულისხმოთ თქვენ აბა დანარჩენი გითხარით. კი, ეს გულისხმობს ეს ყველაფერი სხვა რთანა
შეესაბამება მოციქულის წარმოთქმას. აზრობრივად ნამდვილად. ხოლო მართლაც ელოდებოდა თავისივე სიცოცხლეში მაცხოვრის მოსვლას. კი ბატონო, კი, აბსოლუტურად დიდი მადლობა. ნამდვილად აზრობრივად ნამდვილად შესატყვისება და მადლობა რომ ეს ციტატს მოიყვანეთ, მაგრამ ეს სულ ცოტაც თავისთავად ცხადი არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყოველივე მოხდებოდა თუნდაც პავლეს სიცოცხლეში და გეტყვით ახლა რატომაც. პავლე იყო უდიდესი მოციქული მოგეხსენებათ და გახალთ ასე უდიდესი ღვთისმეტყველი, როგორც ასეთი, აი ღვთისმეტყველი ამ სიტყვის საუკეთესო აზრი და გაგები თუ ვინმე იყო ღვთისმეტყველი იყო პავლე მოციქული და სხვა მოციქულებიც ხო, რომელთაც დაუწერიათ, ან რომელთაც არ დაუწერიათ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ქადაგებით ყოველი მოციქული ქადაგებდა, ხა იუდა არ მყავს ხელობაში თავისთავად ცხადია და ღვთის სიტყვას ისინი აუცილებლად მთელს მსოფლიოში და მოინახულეს კიდეც ბევრი ისა, რამ, ასე რომ სასიკეთოდ. რისი თქმა მინდა, თუ კი პავლე მოციქული იტყოდა ასე, რომ უფალი იესო ქრისტე მის სიცოცხლეში მოვიდოდა მეორე, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა საღვთისმეტყველო აზრით გაუმართავობა, ანუ ცნობილება. რა თქმა უნდა ასე არ იტყოდა და არც უთქვამს ასე. მოდით, ისა როგორც დავიწყე, ისე განვაგრძოთ, რადგან რომ დაგაბრიოთ. პავლე ამბობს, ჩვენ ცხოველნი ესე, რომელიც დაშობილი ვიქნებით. ესე იგი, ჩვენ ცოცხალი, ვინც ვიქნებით დარჩენილი იმ დროისთვის. თითქოს საკუთარ თავს მოიაზრებს მათთან, ვინც იქნებიან ცოცხალნი. ეს ასე არ არის. მას როგორ უნდა დაეწერა? კარგით. თქვათი და დაეწერა ასე, არა ჩვენ, ანუ საკუთარი თავი გამოერიცხა აქედან, ხომ შეიძლება ასე დაუშვათ. სხვადასხვა ერთ-ერთ თარგმანში თესალონიკელთა ეპისტოლისა ფრაგმენტულს გვიცხობ თარგმანს, იპოლიტე რომელიც აქვს ასეთი შრომა ქრისტესთვის და ანტიქრისტესთვის და მისი ძველი ქართული თარგმანი არის შესული შატბერდის კრებულში. მე-10 საუკუნეზე გახალთ ეს კრებული და ეს თარგმანი უფრო ადრინდელი ალბათ. და იქ სხვა შორის ეს მუხლი ჩვენ ცხოველნი ესე რომელიც დაშობილი ვიყვნეთ, იცით როგორ იკითხება? თქვენ ცხოველნი ესე რომელიც დაშობილი ვიყვნეთ, არ ვიცი, ცოტა ისეთია, ახლა საგანგებოდ, მართლაც არ გამომიკვლევი ეს, მაგრამ მართლაც მაინტერესებს რამდენადაც ესე იგი ძველ ბერძნულ ნუსხებში, რომლებიც ჩვენამდე მოღწეულია და რომლებიც გამოცემულია, ხო? აი თქვა რა არსებობს სამოცო გამოცემა ახალი აქტისა. თქვა სხვადასხვა ნუსხაში თუ როგორ იკითხება, ასე თუ იციან დადება, სკოლიოში ეს ყოფილი მოცემული. და მსგავსი წაკითხვა მე არ მინახავს. თქვენ ცხოველნი ესე. ანუ რასთან გვაქვს საქმე? პავლე აქ ამბობს, ჩვენ ცხოველნი ესე. მაგრამ იქ ზოგიერთ, ანუ ადიში 4 შესულ ფრაგმენტში ვთქვათ, წერია თქვენ ცხოველნი ესე. თქვათ დაეწერა ასე თქვენ, ან იგინი ცხოველნი ესე, რომელიც დაშტობილი იყვნენ მოსვლას ასე რომ დაეწერა, ანუ ვიღაცები ეგულისხმება კონკრეტულად ისინი, ვინც უფალ ცოცხალი დახვდებოდნენ. არც ასე დაეწერა, რატომ? იმიტომ რომ ასე რომ დაეწერა, მაშინ ეს იქნებოდა მართლაც ცდომილება მისგან, ამით ის ფაქტობრივად მაინც განსაზღვრავდა ადამიანურად იესო ქრისტეს მეორე მოსვლის დროსა და ჟამს, საკუთარ თავს ამორიცხავდა რა მათგან, ან იმ ადამიანებისგან, ამით იტყოდა რომ ჩემ სიცოცხლეში ეს არ მოხდება. და ასე თუ იტყოდა პავლე მოციქული, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, შეცდომა, იმიტომ რომ ზუსტად ზედმიწევნით, უბრალოდ, როგორც აქამდე საქმის დასაწყისში, არავინ არ იცის, როდის დადგება ეს დღე. ხო, გასაგებად ვამბობ. ცხადი არც პავლე უწყოდა თუ როდის დადგებოდა ეს დღე, აქედან გამომდინარე, თუ ასე დაწერდა, თქვენ ცხოველნი ესე, ან იგინი რომელი ცხოველი იყვნეს, მაშინ საკუთარ თავს ამორიცხავდა მათგან, ვინც იქნებოდნენ ცოცხალი იმ დროისთვის, ქრისტეს მეორე მოსვლის დროისთვის და ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით გაუმართავობა, ანუ ცდომილება. ცხადია, მოციქულს მსგავსი შეცდომა არ დაუშვებდა, მაშინ როგორ დავიგოთ ეს ჩვენ ცხოველნი ესე? პასუხი ასეთია, თეოდორე კვირელი, ისა იოანე ოქროპირი ამას ასე განმარტავენ. პავლე მოციქული ჩვენში საკუთარ თავს კი არ მოიაზრებს, არამედ იმ ქრისტიანებს, რომლებიც მაშინ იქნებიან. აი, ასე განმარტავენ პირდაპირ. სხვებს გულისხმობს. მაშინ რატომ ამბობს ჩვენ? პირველ ყოვლისა, იმიტომ რაც მოგახსენეთ, თავი რომ დაეცვა თუ ამგვარი გაუკუღმართების გარდა, მეორე კიდევ ამბობს აი ჩვენ ამით მუდმივ მზაობას გამოხატავს, ასე ვთქვათ, იმისა, რომ ეს დღე შეიძლება დადგეს ან მალე, როგორც ვთქვათ, გამოიკითხეთ, ან უახლოეს პერიოდში, ან ჩვენ არ ვიცით და რადგან არ ვიცით, ამიტომაც დაიზღვრან საკუთარი თავი და თქვა ჩვენ
ანუ ეს შეიძლება მოხდეს ჩემს სიცოცხლეშიც, თუმცა ამათ კატეგორიულად არ ამბობს, რა თქმა უნდა, არც ამის უფლება მიუცი მას საკუთარ თავისთვის, ან ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ რაც მე არ ვიქნები ცოცხალი, შესაბამისად ნეიტრალური სიტყვა შეიძლება სიტყვას გამოიყენა, რაც არის სწორედ ჩვენ. ანუ არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა მის სიცოცხლეში დამდგარიყო ეს დღე და არც თქვათ თავისი სიცოცხლის შემდგომ პერიოდს განეკუთვნა, რითაც ქრისტეს მოსვლის დროს მიახლებით მაინც განსაზღვრავდა, რის უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან ეს არავინ არ უწყეს თუ როდის დადგება. ასე აიხსნება, ასე განიმარტებეს, მე როგორც წამიკითხავს და თქვენს როგორც ესე იგი გიზიარებთ. ასე რომ ამიტომ ჩვენში პაულე მიიკუთვნებდა ქრისტიანობს საერთოდ მლიანობაში საყოველთაოდ. კი, ასე განმარტავენ ჩვენში გულისხმობს სხვებს, სხვა ქრისტიანებს და რა საკუთარ თავს, თუმცა არ მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სრულად ქრისტიანი. კი, ნამდვილად ასეა, კი ბატონო. მაგრამ ერთი გამომრჩა, კი არ გამომრჩა, ესე იგი ახლა მოგახსენებთ ამასაც. პავლე მოციქულმა თესალონიკეებს მისწერა სხვა ეპისტოლეს, მეორე ეპისტოლეს და რატომ? იმიტომ რომ ამ წერილმა ბევრი საგონებელში ჩააგდო, ბევრი სასოწარკვეთილებაში. რატომ? იმიტომ ეგონათ რომ აი მოახლებული იყო ეს ყოველივე, ანუ მაცხოვრის მეორე მოსვლის დრო და ჟამი, იმიტომ რომ მომდევნო ნაწილში ამ ესე იგი ეპისტოლეში მეხუთე თავში სწორედ ქრისტეს მეორე მოსვლას საუბრობს მოციქული პავლე და მოციქულმა მეორე წერილი გაუგზავნა. ოღონდ იქ რა წერია? იქ გადმოსცა სწავლება ანტიქრისტეზე. მე მახსოვს აქ წლების წინ ვისაუბრე ანტიქრისტეზე, წამიგხსნა გიმარტავს და უყურეთ რას ამბობს მოციქული ფაქტობრივად, რომ სანამ ეს ყოველივე არ მოხდება, ანუ სანამ ანტიქრისტე ამ თვისებების მატარებელი ადამიანი არ გამოჩნდება, სანამ ის საკუთარ თავს ღმერთად არ გამოაცხადებს ერთ-ერთ ტაძარში და სხვადასხვა, მანამ უფალი დიდებით არ დაბრუნდება. ანუ ფაქტობრივად დაამშვიდა თესალონიკის ეკლესია და კონკრეტული ნიშანი მისცა მათ. ანუ წინა ნიშანი შეიძლება ასე ითქვას, იმისა, რის შემდეგაც უფლის მოსვლა არის გარდაუვალ და ეს ნიშანი გულისხმობს ანტიქრისტეს გამოჩენას. ასე რომ ვისგანაც მსმენია, რომ თითქოს პავლე მოელოდა თავის სიცოცხლეში უფლის მოსვლას, ამაზე ვისაუბრეთ ახლა ჩვენ, მაგრამ ამას წინ ეღობება სწორედ ესეც. რა ვიცი, პავლეს არ უთქვამს, რომ ანტიქრისტე ჩემს სიცოცხლეში გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში თუ რატომ დაწერა ასე, ჩვენ ეს გასაგები აღშენდა განმარტებით მამათა მიხედვით, მაგრამ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ანტიქრისტეზეც გამოსცემს სწავლებას, იერუსალიმზეც, ტაძარზე იერუსალიმზე შეიძლება ასე ითქვას, სადაც ის დაჯდება, რა ვიცი ეს ზოგიერთი პირდაპირაც განმარტავს ამას, რომ აღდგება ეს ტაძარი და დაჯდება, ზოგიერთი ამბობს, რომ აქ თორედ ადამიანი იგულისხმება როგორც ღვთის ტაძარი, რომელშიც მტკიცობს სულიწმიდა და ანტიქრისტე თავისი უკეთური სულით რომ კაცობრიობის მეტეს ნაწილში რომ დაბატონდება და ადგილს დაიკავებს და როგორც ღმერთი ისე იქნება, ასეთაც განმარტებენ, თუმცა არის ახლა რა და როგორ ყოველ შემთხვევაში პავლე მოციქული ანტიქრისტეზე საუბრობს რა, საუბრობს როგორც ერთ-ერთ წინარე მოვლენაზე მისი გამოჩენისა, რომელიც ქრისტეს მოსვლას ასე თქვა წინ წარუძღვება. წინარე მოვლენაც ამას გულისხმობს თავისთავად ცხადია. და აი ეს მოკლე დასასრული ახლა ჩვენი ალბათ საუბრისა, პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა. აღტაცება ამ ტერმინზე მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ. პირველ ყოვლისა ეს არ გამორიცხავს მართალთა ფიზიკურად, ანუ ხორციელად გადაადგილებას ქვემოდან ზემოთ, ანუ ვთქვათ ამ მიწიერ მატერიალური სამყაროდან სივრციდან, ვთქვათ სულიერი სივრცისკენ, ისე როგორც უფალი ამაღლდა ხორციელად ზეცად. გახსოვთ, თუ უფალი იესო ქრისტეს აღდგომა არის ყოვლითურთ, ანუ სრული წინასახე და ნამდვილად ასე ეს თითოეული ჩვენგანის აღდგომისა, მაშინ უფალი იესო ქრისტეს ხორციელად ამაღლებაც ითქმის სრულ წინასახეთ. ყოველი ჩვენგანის ამაღლებისა და როგორ ამაღლდა უფალი ზეცად, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, ხომ? ელეონის მთიდან მოციქულთა თვალწინ მან გადაკვეთა ეს ფიზიკური მატერიალური სამანები და ღრუბლები, სხვათა შორის იხსენება ღრუბელიც საქმე მოციქულთაში და ცხადია გადავიდა იქ იმ სულიერ, ასე ვთქვათ, განზომილებაში, სადაც დღემდე არის და ბრძანდება თავისი ხორციელი ბუნებით, ხომ? განმტობი ხორციელი, ასე ვთქვათ, კაცობრივი ბუნებით. და შესაბამისად, როგორც უფალი ამაღლდა ზეცად, ვთქვათ, ხორციელად იმგვარად ამაღლდება ყოველი მართალი, ამიტომაც ეს აღტაცება შეიძლება ასეთაც გავიგოთ ამ პირდაპირ, როგორც ამაღლება ჩვენი ხორციელად ამაღლება ჩვენი გამფრთობელი ბუნებისა, მაგრამ მეორენაირად ფიქრობ, რომ ეს აღტაცება არის სინონიმური ცნება ტერმინი
განღმრთობისა. კერძოდ, რას უკავშირებენ ამას? აი, ერთ-ერთ თეოლოგთან მაქვს ასეთ რამ თქვა წაკითხული, რომ ეს ტერმინი აქტაცება ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ სამყაროში გამოიყენებოდა, კერძოდ ერთ-ერთ მითში გვხვდება ეს ტერმინი და გეტყვით ახლა ძალიან მოკლედ ამ მითს. გასაგებია ეს არარეალურია ახლა თავისთავად ცხადია, მაგრამ შესაძლოა პავლემ ისესხავ ეს ტერმინი იქიდან და ჩართო აქ გარკვეული აზრის სულიერი აზრის რა თქმა უნდა განმოსაცემად. კერძოდ ოლიმპოს მთაზე ესე იგი იყვნენ ღვთაებანი, ძველი ბერძნული ღვთაებანი, ანუ ღმერთები, რომელთაც დასჭირდა თქვა მსახური და არავინ არ ყავდათ აქ გვერდით, ანუ ერთმანეთის მომსახურება მობეზრდათ, მოყირჭდათ და ზევსი ჩადის ქვემოთ, ანუ ზემოდან ქვემოთ ჩადის, ანუ ოლიმპოდან ქვემოთ და ნახულობზე ბიჭს, მწყემს ბიჭს, რომელსაც მოიტაცებს. ესე იგი, იქ ხდება ტერმინი აღტაცება, ანუ მოტაცების მნიშვნელობით, კერძოდ, მან ქვემოდან ზემოთ აიყვანა ეს ბიჭი. მწყემსი იყო და ცხადია თავის საქმეს აკეთებდა ალბათ და მოიტაცა და აიყვანა რა ოლიმპოზე. შემდგომ დროთა განმავლობაში ეს ბიჭი გახდა ასევე ერთ-ერთი ღვთაება, ანუ ადამიანი გახდა ღმერთი, განიღმრთო ადამიანი, გასაგებია ახლა ეს არაერთი რაღაცაა და ერთ-ერთი მითის ნაწილია მესმის, მაგრამ აღტაცება როგორც ასეთი იმ მითშიც ხდება ჩვენ ზოგადად განღმრთობის, ასე ვთქვათ, აზრითა და მნიშვნელობით და მოციქულმაც აქ წელს რა აღბიტაცებით ღრუბლის მეშვეობით, სწორედ აღბიტაცებით გულისხმობს განმიღმრთობით ღრუბლის მეშვეობით და ღრუბელი განემატება როგორც საღვთო განგებულება, ანუ ეს არ მოხდება ჩვენი კაცობრივი რა თქმა უნდა ძალისხმევით და რაღაცა მოხერხებულობით არანაირად, არამედ ეს მოხდება საღვთო განგებულებით, რომელსაც უკავშირდება ამ შემთხვევაში ცნება ტერმინი ღრუბელი. ღრუბელი საერთოდ საიდუმლოსაც აღნიშნავს, ხო? აი ძველ აღთქმაში გვხვდება ჩვენ აი ტაძარს ფარავს ღრუბელი და შემდგომ გარედან ადამიანები ვერ ხედავენ რა ხდება შიგნით. აქაც ამაზრით არის ღრუბელს უკავშირდება რაღაც იდუმალება, რაღაც საიდუმლოება, ამ შემთხვევაში რაც არის განგებულება, სწორედ საღვთო და რა არის განგებულება სხვანაირად ზრუნველობა, საღვთო განგებულება განიმატება როგორც საღვთო მზრუნველობა კაცობრიობისადმი და ამაზე მეტი მზრუნველობა რა უნდა გამოხატოს ღმერთმა, როდესაც ის თავის მართავ და სათნო ადამიანებს, ასე ვთქვათ, განუკუთვნებს იმ ადგილსა და იმ წიაღს, რომელიც მის სამეფოდ, ანუ სასუფევლად ითქმის. ასე რომ აღვიტაცეთ განღმრთობის მნიშვნელობითაც ხდება ღრუბელი საღვთო განგებულებისა, თუმცა პირდაპირ გაგებასაც არ გამოიცავს ეს ღრუბელი, როგორც ქრისტე ამაღდა, მან გადაკვეთა ეს ღრუბლები, ანუ ღრუბმა შეიწყნარეს ის და რა ვიცი, ამით შეიძლება დასრულდეს ახლა ჩვენი ეს საუბარი. ზემო ნაწილში პრინციპში რაც იყო ძირითადი ამის თაობაზე მოგახსენეთ. შეძლებისდაგ რა თქმა უნდა. ცოტა დიდი მადლობა. არა, მადლობა თქვენ.